ღამე როგორ გძინავთ ხალხო, აი რანაირად გძინავთ, პროსტა ამიხსენით ადამიანებს, ვისაც დღეის მონაცემებით არც ფული გაქვთ ნაშოვნი, არც რაიმე წარმატებისთვის მიგიღწევიათ და არც ცნობადობა არ გაქვთ. მაშინ როცა თქვენ გძინავთ, სამყაროში მიმდინარეობს უამრავი პროცესი, საფონდო ბირჟაზე გახურებული ვაჭრობა არის, კრიპტოები, აქციები იყიდება და ყიდულობენ და ყიდიან და ფულს აკეთებს ხალხი, თქვენ გძინავთ და დედას ვფიცა ვარ, ანუ ინდუსტრიული რევოლუციისას ხალხს რო ეგონა რომ არ ჩაგვანაცვლებსო ის დანადგარებიო, ეგრე გონია AI-ზეც ეხა რომ არ ჩაგვანაცვლებსო. სინამდვილეში ძალიან მალე შეიძლება ძალიან ბევრი პროცესი კი არა და პროფესია უბრალოდ მოკვდეს, შეიძლება რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგოს სამსახური და არც ერთი პროფესია არ არის დღეს AI proof. ანუ არც ერთი პროფესია არ არის გარანტირებული რომ AI ვერ ჩაგანაცვლებთ. ხელსაქმეზეც ვისაც ეგონა ეხლა ტიპებს თავისი ხელსაქმის ვიდეოებს აწერინებენ, მაგაში ფულს უხდიან რომ მერე რობოტებს ასწავლონ. ხელოვნებაზეც მესმის რომ ჯერ ქართულად არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინგლისურად ისეთი მაგარი ლექსები და ნახატები იქნება, ინგლისურად რო უხსნი, რომ აი, რავი, ვერც გაარჩევ რომ ადამიანის დაწერილი არ არის. და ჯერ ეს არის 4-5 წელია რაც ხალხმა ChatGPT-ების და ეგეთების გამოყენება დაიწყო. კაცმა არის ის 10 წლის მერე რა იქნება. ეხლა ამას რატო ხვდები? დღეს შეიძლება ერთ-ერთი ბოლო შანსი იყოს, რომ თქვენ ან ფული იშოვოთ, ან ცნობადობა აიმაღლოთ, ან რაღაცნაირად გახდეთ წარმატებულები. იმიტომ რომ შეიძლება 10 და 15 წელიწადში ადამიანი არავის არაფერში არ დაჭირდეს და როდესაც ეგ მოხდება, იმ დროისთვის ვის ხელშიც იქნება კონცენტრირებული ძალაუფლება და ფული, იმის ხელში დარჩება და იქნება. და დანარჩენი ადამიანები შეიძლება შიმშილით დახოცონ, რავი, ზოგ შეიძლება პოპულაციის შემცირება უნდა და ფეხებზეც დაიკიდონ, რავი, კვდება ბაზარი არა, არაფერში ადამიანის არც ხელები გჭირდება, არც ფეხები, არც ტვინი, არც გონება, შეიძლება ადამიანი ვაფშე აღარ გახდეს საჭირო. ამიტომ დღეს ერთ-ერთი ბოლო შანსი გაქვთ იმისთვის, რომ რაღაც ფული იშოვოთ. მაგიტო წამოვიწყეთ მე და ვაჟამ, რაც წამოვიწყეთ, რომ აი მილიონ რანი, რომ ვცდილობთ ტრეიდინგით რაღაცა თანხა გამოვიმუშაოთ, ჯერჯერობით რავი, ნებისმიერ გზას, სადაც კი ფულია, კურიერობა იქ, რაღაცეების გადაღება, ვიდეოების ვაჟა ოპერატორია და რაღაც თარჯიმნობა, აი რითაც ფული იშოვება, ყველაფრით ვცდილობთ რომ ფული ვიშოვოთ, დავიწყოთ აქციების ტრეიდინგი და დავაგროვოთ რაღაც კაპიტალი, დიდი რაოდენობით კაპიტალს გულისხმობ, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს არსებობას მომავალში. და თქვენ შეგიძლიათ რომ გამოგვიწეროთ და იმის გარდა რომ ძალიან